2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ისინი თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებენ. მოდით გავავლოთ პარალელი იმ 13 წლის უკანდელ ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახჭობასა და გუშინდელ ატვიცემული მოსამართლის ჩვენებას შორის. ამით ჩვენ დღეს გვითხრეს, რომ ჩვენ მოვედით ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახჭობით და დღეს თქვენ მთელი საქართველოს ქვევრში ხართ და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიზამთ. ამიტომ ჩვენი საარჩევნო უბანი, ჩვენი საარჩევნო ოლქი არის რუსთაველი და ჩვენი საარჩევნო ყუთი დგას რუსთაველზე. ჩვენ სხვა სასაუბრო ენა აღარ დაგვჭა, რადგანაც საქმე გვაქვს სრულიად უკანონობასთან, სრულიად უსამართლობასთან და უნდა დავდგეთ, როგორც ცხონებულმა მერაბ კოსტავამ გვითხრა, ერთმუდად შეკრული ერისა და ბერის წინაშე, სრულიად საქართველოს და ხმა მივცეთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ჩვენს პროგრესულ მომავალს და მთელმა მსოფლიომ ნახოს, სად დგას ქართველი ერი და რას უჭერს მხარს ქართველი ერი. ამიტომ 4 ოქტომბერი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა უმნიშვნელოვანეს თარიღად. უმნიშვნელოვანეს თარიღად ბოროტების იმპერიის საბოლოოდ დამარცხებისა და ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ იმ გზაზე დადგომისა, რასაც ქვია ჩვენი შვილების პროგრესი, მომავალი და სამართლიანობა. მინდა ვთქვა, რომ არანაირი ორგანიზებულობის და რაღაც პარტიული ნიშნით ადამიანის შეკრებების ნიშნები არ ჩანს, ადამიანები თვითდაორგანიზებით, საკუთარი ხარჯებით, რომ რაღაც გარკვეული ინსინუაციების საფუძველი არ შეიქმნეს, საკუთარი სურვილით მიდიან იქ, იმიტომ რომ ყველა ხვდება ერთ რაღაცას, ვისაც აქვს იოტისოდენა ნამუსი და გონიერება, რომ დღეს ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე ამ ქვეყნის პერსპექტივა დამოკიდებულია ერთზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ცვლილება, რომელიც აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში სასიკეთო ძვრებს და აუცილებლად დაგვაახლოვებს ევროპასთან, ევროატლანტიკურ ალიანსთან და იმ მომავალთან, რომელსაც თაობების განმავლობაში ეცრაფოდა ქართველი ხალხი. რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებს, ახლა ეს ყველას პირადი გადაწყვეტილების თემაა. მე შორსა ვარ იმაზისგან, რომ ჩვენ ოპოზიციაში მყოფ ადამიანები ერთმანეთს უნდა ვლანძღოთ, თუმცა მაქსიმალურად დელიკატურად, მაქსიმალურად კორექტულად მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ ეხლა არჩევნების ჩატარების ობიექტურობაზე საუბარი ჩემის აზრით არის ყოველგვარ საფუძველს მოკრეული, ახლა თავს თუ მოვიტყოდეთ და საკუთარ თვალებში ნაცარს თუ შევიყრით, აქ იმ არჩევნებზე საუბარი, რომელსაც ეუთო ოდირიც არ ეწრება, ეს არის მორიგი ფარსი, მორიგი თეატრი და აი ამ თეატრის დეკორაციად ყოფნა ეხლა დღეს ამ არჩევნებში რაიმე ფორმით ვიღება, იმიტომ რომ აი ამ არჩევნების შედეგების სცენარის და ყველაფერი უკვე წინაც არ გაწერილია ბიზნეს ცენტრში, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატულობას და სამწუხაროდ პასუხისმგებლობას მოკლებული ნაბიჯი იმათ მხრიდან, ვინც იღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში. ზოგადად მგონია, რომ ვისაც უნდა ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ ყველანაირი გზით, მშვიდობიანი გზით უნდა ვეცადოთ რუსული რეჟიმის შეცვლას, სამწუხაროდ აკადემიური პოლიტიკური პროცესი, რომლის რიგშიდაც პირველ რიგში შედის არჩევნები და ეს არის ერთგვარად ინსტრუმენტი ხალხის ხელში, ეს ინსტრუმენტი მას წაართვა ბიძინა ივანიშვილმა, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც სამართლიანობის, კანონიერების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ეფექტური ინსტრუმენტი უნდა იყოს და უკვე ეს ინსტრუმენტები, ისევე როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, არჩევნებიც აღარ არის ქართველი ხალხის ხელში, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა მეთოდი უნდა ვეძებოთ, საერთო სახალხო პროტესტი, ეს არის ერთადერთი გზა, რაც სასიკეთო ცვლილებებამდე მიგვიყვანს.